ჯარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა თანამოაზრეებს და აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობა თითქოს მას ქართული ოცნებიდან მოსთხოვეს პოსტიდან წასვლა არის სიცრუე. მისივე თქმით, აქვს სხვა შემოთავაზებები, რომლებიც მას არ დაუკონკრეტებია. დავით გაბაიძე აჯარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ზედიზედ 3 მოწვევის უმაღლეს საბჭოში. ამაზე მე დიდი ხანია ვფიქრობ, არ დაგიმალავთ. დღეების განმავლობაში და თვეების განმავლობაში მქონდა მე გუნდთან კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მოტივაცია არის ერთადერთი უпроსტად ეს არის შემდეგი, რომ მე როგორც უკვე გითხარით, არასრული 10 წელია უკვე ამ თანამდებობაზე ვარ, 3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ნამდვილად დადგა ის, რომ მე მგონია, რომ როგორც ჩემს ცხოვრებაში შევცვალო რაღაცა, ასევე შეიცვალოს უმაღლესი საბჭოს საქმიანობაშიც. რადგან თორნიკე რიჟვაძე ვახსენეთ, მე მინდა ვთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მანამდე კიდევ ერთი მთავრობის თავმჯდომარე იყო თქვენიცით. აქედან გამომდინარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არ ამგონია, რომ სწორი იყოს, რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარის როლს. მთავრობის თავმჯდომარის როლი აქ შეიძლება მხოლოდ იყოს ის, რამდენადაც ის წარმოადგენს საჯარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და რა თქმა უნდა მასთანაც ჰქონდა კონსულტაციები.